მოგესალმებათ იმედის მომცემის საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება. მე კი ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. დიახაც, ეს არის იმედის მომცემი საინფორმაციო გამოშვება და ძალიან გთხოვთ უიმედოდ განწყობილი საღადმოაზროვნე ადამიანები მოაშორეთ ტელეეკრანებს. ახლა კი გადავიდეთ ცენტრალურ თემაზე. მოგეხსენებათ, უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც მშვიდობის მოყვარული ვიქტორ ორბანი დამარცხდა და გაიმარჯვა პროევროპულმა პარტიამ. რა გიყოთ ძვირფასო უნგრელებო, ჩვენ თქვენსკენ ვართ, თქვენ ანდრეი ერმაკებისკენ. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ჩვენი უპოზიტიურესი ჟურნალისტი ქალბატონი თამარ ლეკვეიშვილი, რომელიც დააწუნებით მოგაწვის ცნობებს უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მოგესალმებით თამუნა, ეს არის ამთვის ხელფასი ტკბილეულის სახით, ოღონდ. ტკბილეულის სახით? ტკბილეულის სახით? ხო, ამ თვეში სანქციების გამო ქეში ვერ მოხერხდა და მთავრობამ ბარტერის სახით გამოგვიბრძანა ტკბილეულის. სხვათა შორის არაჩვეულებრივი პასკებია, განსაკუთრებით ცუკატები. ცუკატებიანი როგორ მიყვარს? ძალიან მიყვარს ცუკატებიანი. კაი, გადავიდეთ თამუნა. გადავიდეთ თავარ თემაზე. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პროევროპელმა პიტერ მადიარმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როგორც კი მადიარი გამარჯვებულად გამოაცხადეს, ბუდაპეშტის სამშობიაროში უკვე დაიბადა ორსქესიანი ბავშვი. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების დღიდან ევროპამ უკვე დაიწყო ღია ჩარევა ხალხის სქესის გაუკმართებაში. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სიმართლე გითხრათ, ვანო, ორბანის წასვლით და მადიარის მოსვლით არაფერი შეცვლილა, რადგან ბუდაპეშტის მოსახლეობამ აირჩია ბუდა და უარი თქვა პეშტივით ღიპია ნორბა. როგორი იუმორისტული გადასვლა იყო. აქვე მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ პიტერ მადიარმა არჩევიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მთავარ გამზირს დაერქმევა ბიძინა ივანიშვილის სახელი. რაც კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლება კვლავ ჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან. სხვათა შორის ჩვენ მოვიპოვეთ პიტერ მადიარის ოფიციალური განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობ. ნახოთ, ძალიან საინტერესოა. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს ვიქტორ ორბანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც გავაგრძელებ თქვენთან მეგობრობას. თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს ქართული ოცნება და განსაკუთრებით თქვენი ერის მამა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. და პირდაპირ გეტყვით, რომ ის ჩემი მამაცაა. მე ორბანზე კარგად ვითანამშრომლებ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვეცდები მისი იმედები გავამართლო. აქვე მადლობა მინდა გადაუხადო ირაკლი ზარქუას, იმისათვის, რომ მან ჯიგარი ბიჭი მიწოდა. ეს ტერმინი ჯიგარი ბიჭი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს ახალგაზრდულ შემართებას და ჩემს დადებით აურას. ჩემი გამოსვლის ბოლოს მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთის საჩუქარია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უნგრეთისათვის. მე არ მეგონა თამუნა პირველივე გამოსვლაზე თუ ესეთ განცხადებას ძალიან მოულოდნელი იყო და სასიხარულო. რა თქმა უნდა, სასიხარულო. აგრეთვე ირკვევა, რომ პიტერ მადიარი უკვე გეგმავს პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. მას ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს ბიძინა ივანიშვილს და როდის ნახავს რობერტ სტურუას დადგმულ ვეფხისტყაოსთან. ვიცი, ეს აზრიც გამოთქვა, რომ ერთი სული ყო და როდის ნახავდა. ახლა მინდა ჩვენს მაყურებელს შევთავაზო ერთი უნგრელი ამომრჩევლის ვიდეო კომენტარი, რომელსაც შემოგთავაზებთ, აბა ნახოთ რა ამბობს. მე ვიქტორ ორბანს იმიტომ არ მივეცი ხმა, რომ ის იყო სააკაშვილის ძმაკაცი. სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძემ ეს არ იცოდა და კარგია, რომ არჩევნების შემდეგ გაიგო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. წარმოიდგინეთ, ვანო, ბეწვზე ვართ გადარჩენილები. თურმე ვის ვუჭერდით მხარს? და ვისთან გქონდა ორმხრივი თბილი ვიზიტები. ჩვენ სრულიად შემთხვევით ჩვენი ტელევიზიის დარაჯისგან გავიგეთ, თუ ვინ ყოფილა სინამდვილეში ეს ვაჟბატონი ორბანი. თურმე ეს უნგრელი ნაციონალი სააკაშვილის მეგობარი ყოფილა. კი, ანუ ეს უნგრელმა ხალხმა უკვე იცოდა. ნუ ჩვენზე ადრე გამოგვეპარა, ხო, არ ასე გამოვიდა. კი ბატონო. დიახ, ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ ერთი უნგრელი ამომრჩევლის ვიდეო კომენტარი და ვნახოთ რას ამბობს ის. ჩვენ დღეს ვეიმობთ მადიარის გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ ის ირაკლი კობახიძესავით წარმატებული მმართველი იქნება. მასში ჩვენ ირაკლის ვხვდებით. ესეთი გათვითცნობიერებული უნგრელი ხალხი
მე არ ნამდვილად მოულოდნელი იყო, დიახ. ნამდვილად. აგრეთვე მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მაყურებელს. ცუდი ამბავი გვაქვს რადიკალური ოპოზიციისთვის. სულ რომ გაჰყვირიან დასავლეთიდან არავინ ჩამოდისო, მე მინდა გახაროთ და გითხრათ, რომ ზაფხულში საქართველოს პუერტო-რიკოდან ოფიციალური ვიზიტით ეწევა რიკი მარტინი. სხვათა შორის ანუ პუერტო-რიკო აშშ-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა და ამერიკასთან ამაზე უკეთესი ურთიერთობის გადატვირთვა რაღა გვინდა, ხო? რა თქმა უნდა. აგრეთვე ჩვენი ინფორმაციით დონალდ ტრამპმა ბევრჯერ სცადა მიხეილ ყაველაშვილთან დარეკვა. თუმცა უშედეგოდ. არსებობს ვარაუდი, რომ ბრიუსელი ხელოვნურად აფერხებს ამ ზარის განხორციელებას საკომუნიკაციო სატელიტების მეშვეობით. სწორედ ეს გახდა რეალური მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ეკიპაჟი გაუშვა კოსმოსში ამ სატელიტების შესაკეთებლად. ბანო. და მთვარე? მთვარე იყო მხოლოდ გადასაფარი მიზეზი. გადასაფარი მიზეზი. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთან იყო სტუმრად ჩვენი ჟურნალისტი თამარ ლეკვიშვილი. პოზიტიური ჟურნალისტი, თუ შეიძლება ხელფასი წაიღეთ. ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი უპოზიტიურესი ჟურნალისტი თამარ ლეკვიშვილი. მე დროებით გემშვიდობებით ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით. დახომის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.